მოგესალმებით. Გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარეძე, რომელიც კვლავად შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარეძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უნიშნულოვანი სიწვრილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფთ. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარეძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალ პროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარეძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება. მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარეძის უსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარეძეს როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ყველაზე უკეთ შეუძლია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მოგესალმებით. პატივია ერთი მხრივ, მეორე მხრივ გამოწვევა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან, ჩვენ გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქვი მე ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკვლევასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და ჩვენი გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ და შევასრულებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს უსურვებ ყველას. მადლობა კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, იქ მუშაობენ ადამიანები, რომელთაც დღე და ღამეს ათენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და აღშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა და ჩემს ახალ თანამშრომლებს თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს პირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ და უღალავად. ძალიან დიდი მადლობა ყველას.